ისე ძირითადად ეს სოფელი ყოველთვის იყო ნაციონალების მხარდამჭერი. უფრო მეტი ნაციონალი. ეხლაც არიან, ეხლა უბრალოდ ჩაჭუმებულები არიან და რაღაცა და ეხლა რო გითხრათ, ბევრი მუშაობენ, მეთქი არ მუშაობენ, მაგრამ აი სოციალურებზე არიან დამოკიდებული. მე ვაიმე სოციალურს მოგვიხსნიან, მე რაღა ვქნა და ასე მოგიხსნან და იმუშავე და გააკეთე რამე. ბაღები ყველას აქვს, ჰექტრები აქვს, სიცო, სამუშაო მას რისთვის აქვს ის მიწები თუ არ დაამუშავებენ. ხო, აი მაგ ფულმა ძალიან ბევრი ადამიანი არასაჭიროდ დამოკიდებული გახდება. ამის თქმა არ მინდა რომ დახმარება არ ჭირდებათ, უბრალოდ ის რომ გაუჩნდა, მაგ ქცევა სამწუხაროდ ეთყობა ჩამოყალიბდა. აი მაგალითად ჯანღონის სავსე კაცი რატომ არ უნდა მუშაობდეს და რატომ უნდა უყურებდეს იმ 50 თუ 60 ლარს? რატომ? აი დასავლეთში იმერეთში გვითხრეს რომ გვინდა დამუშავება, მაგრამ ტექნიკა არ არის. ეგეც ძალიან დიდი პრობლემა, კი. საწვავის და ეს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა. აი იმერეთში ვიყავით ერთი კვირის წინ და ფაქტიურად ის ველი მინდორი, რომელიც ყველაზე ნაყოფიერია იმერეთში და რომელიც უნდა მუშავდებოდეს, აბსოლუტურად დაუმუშავებელი მიწებია, იმიტომ რომ ტექნიკა არ არსებობს ფიზიკურად და ფული არ აქვს, რომ ჩაასხან ბენზინი თუ სალერგა და გადაიხადონ. ანუ ესეთი მიზეზია, რომ თქვა ამ კუთხითაც არ ეხმარებიან სოფელს. კი. შესაბამისად, ბოდიშთან და დაკავშირებით, აი როგორისა, ასევე რომ ამბობს ჩვენი ეგრეთ წოდებული მოღალატე ხელისუფლება, მოდით ასე ვთქვათ, რომ საქართველოს დაიწყო ომი და მათ შორის ამ საერთაშორისო დადგენილებას რეგულირებს და ასე შემდეგ. მეც გორელი ვარ, გარეჯვრიდან, აი აქეთაც მაინტერესებს როგორი შეხედულება აქვს ამაზე და რას აი ახლა მაგალითად შიდა ქართლი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ომის დროს, ხო? შიდა ქართლის მოსახლეობის 37% მზად არის რომ გახსენით გზა და რუსეთში ვიაროთ, რომ ვაშლი ვატაროთ. ეხლა იმას რა უნდა უთხრა, ბოდიშს არ მოუხდის რუსეთს? იმას გულზე მოეფონა ბიძინა ივანიშვილმა რო თქვა რომ ბოდიში მოუხატოთ რომ აბა რა ხო შეიძლება ამდენ რაღაცებს დათმობაზე მიდის საქართველოს ხო ამდენ რაღაცა დათმობაზე რუსეთთან და ერთი ვიხვეწებით წლების განმავლობაში ვიხვეწებით რომ აღდგომის მეორე დღეს თუნდაც ბადრაგის თანხლებით გაგვიხსენით გზა სასაფლაოზე შეგვიშვით აქედან 15 წუთი სავალია ფეხით შეგვიშვით სანთლებს დავანთებ და უკან წამოვალ არა მაგასაც არ აკეთებენ რაც მინდა ამისანა სახელმწიფო რაც მინდა და თრუსოს ხეობაში მე მგონი 20 რამდენი გითხარი გუში 26 კაცი ჩამოიყვანეს თუ არ ვცდები თრუსოს ხეობაში ჩრდილოეთ ოსეთიდან ოსები რომელსაც ჩვენი სამღვდელობა აი წარიკითხეთ პრესაში არის ეს ყველაფერი ჩვენი სამღვდელობა ახლდათან და შემოიარეს ისა რა ქვია ჩვენი ნასახლარები და ჩვენი საფლავია მე იქ ვერ დავინახე ვერც ერთი სპეციალურად ისავთელი რა ქვია ვერ დავინახე ვერც ერთი საფლავი ნანგრევები კი იყო სახლის ნანგრევები გადაყვითლებულია იქაურობა და ჩვენია საიდან არის თრუსის ხეობა მაგათი რა თქმა უნდა რა ვიცი, უამრავი კიდევ უამრავი რაღაცა. ამდენ დეზინფორმაციას რომ ისვსებენ. ეხლა ჩვენთვის იცით რა არის, სიმართლე რომ გითხრათ, ომი არ დამთავრებულა. ჯერ ერთი ჩვენ ისევ დენთესგასთან ცხოვრობთ, არ ვიცით რა ვის რა მოუვა იმ ავადმყოფ ადამიანს რა მოუვა თავში და რას შეგვამთხოვს კიდევ და დანარჩენები კიდევ რატო უნდა ვიყოთ ჩვენ ამ მდგომარეობაში? რისთვის უნდა ვიყოთ ამ მდგომარეობაში ჩვენ? ერთი ამდენ რაღაცას გვიკეთებდა და ერთი საპასუხოდ და გახსოვთ რომ რამე გაუგზავნეს რუსეთს? არა, პირიქით, უბრალოდ სტრატეგია არის კაპიტულაციური, აქეთ, ხო, ანუ იქეთ რაღაც ბოდიში მოგიხარდოთ რაღაც, არ გავაღიზიანოთ. ხო, არა, ამ შემთხვევაში ამბობს, რომ აქეთ პასუხი არაფერი არ მივიღეთ სანაცვლოდ რა, აი ამ ამდენი ბოდიშების და ამდენი კაპიტულაციების მერე არაფერი არ მივიღიაო საპასუხოდ ამას. არასოდეს რუსეთთან ურთიერთობის ისტორიაში დათმობები რაიმეს არ იძლევა. რა თქმა უნდა. ეგ არის ელემენტარული. რაც უფრო უფრო მეტად დაგაჭერს ციხს ეს. ამ სამწუხაროდ ხაზი, ამიტომ არის მე ფიქრობ ძალიან კაი რომ გაყოფილი რა ის ეს სათავეში მოგანათები პატარა ჯგუფია, მაგრამ რომელიც ცდილობს ამ ყველაფრის ნორმალიზებას ითქოს რაღაც. თუნდაც ოკუპაციას აღარ დაარქვევენ ამის ცდილობა. სიტყვა სამშობლო გესმით კიდე?
მე აღარ ქართველი ხალხი ვინც საკმაოდ იბრძვის ამისთვის, ამას არ შეეგუება ხარ, ამიტომ საერთოდ ეგ არის ჩვენთან თავი გამყოფი, რომ ქართველი ხალხი ეთესება გამიჯნებია. სასაგებია ჩემო კაცო, მაგრამ საქმე ციფრაშია. ერთი ეროვნული ხელისუფლება არ მოვიდა, რომ რაღაცას დაადგას თავი. აი, მე მაგალითად 74 წლისა ვარ, და ჩემი ცხოვრება გავიდა უკვე ამ ბრძოლებში და ამ ომში და ამ ყველაფერში. მეც მინდა რომ დავინახო გამწყენებული საქართველოს რაღაცა მოწესრიგებული რაღაცა, აღარ მინდა ეს სტაბილური მინდა იყოს, აღარ მინდა ეს ომი და deep state და 1000 რაღაცა ისა ნო, აუცილებლად და აი მაგისთვისაც ვიბრძვით უკვე 2 წელია ქუჩაში ვდგავართ და დარწმუნებული ვართ რომ აი ამ შემართებით მივაღწევ ზუსტად, იმიტომ რომ ანუ კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ საქართველოს ბოდიშს არ მოიხდის, არაფერი არ გვაქვს მოსახდელი და პირველ რიგში არის რომ აი ეს კიპები ქვეყნის სისხლის მწოველები გაუშვათ მთავარი და მე ნელ-ნელა დღეს გვიდგას ისეთი ისტორიული გასაყარზე ვართ პირდაპირ მნიშვნელობით შეგვიძლია რომ საქართველოს ისტორიის აი მთელი 1000 წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც მივაწვიოთ რომ გავხდეთ იმ პრესტიჟული კლუბის წევრები როგორც არის ევროკავშირი და შემდეგ ამას აქეთ შეგვეხვეწებიან როგორც კვიპროსს ეხვეწებიან კვიპროსელი ეგრეთ წოდებული თურქები ოკუპირებული კვიპროსს როგორც ეხვეწებიან რომ გაგვიერთიანდეთ აქეთ შეგვეხვეწებიან როდესაც ევროკავშირის წევრი გავხდები და ამ ყველაფერს მოიტანს რა თქმა უნდა ამა თუ გაუშვებთ ავტონე დიდი მადლობა ძალიან ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ჩვენ თუ